გადატენის შემთხვევაში ეს რატო არ მოდიოდა უკან. ახლა მჭიდი რომ გავუკეთო ამას, ცა? მჭიდი რო არდეს, იმიტომ რიას არ ატოვებს. რომ მორჩება სწავლას გაჩვენებთ რა, ანუ ხო იცოდით არა, ვინც ეს ვიდეო ნახა. წინა ვიდეო გადმოტენილზე ეს შეწყებილი რჩებოდა, ღილავს ვაწვებოდით და წინ არ მიქონდა. ეგ გამოდგა რის იბრალი, ახალი იყო, ქარხნული ზეთი იყო შიგნით ჩარჩენილი. ის ზეთი საერთოდ გეტყვით რა კიდე რა, რომ იარაღზე ზეთი არ წაუსვადო, ეგრე არ შეინახო, თუ დაკონსერვებაცა და რაღაცა შენახვას არ აპირებთ რა. თუ უბრალოდ სახში გიდებთ, ხო, გაწმინდეთ კარგად, რაც შეიძლება მშრალად იყოს, რკინა და ისე შეინახეთ. რომ დეტალები ერთმანეთში მოზოგსა გონია, რომ ზეთს ოწაოს იმუშავებს. კი, იმ მომენტში თუ თქვა რაღაცა გაჭედილი დაზეთეთ, შეიძლება ისწოროს, მაგრამ როგორც კი დადებთ, მით უმეტეს ამას ალბათ საკონსერვაციო ზეთი ესვა რა. და იმიტომაც იყო გაჭედილი. დავშალეთ, გავწმინდეთ, ეგ პრობლემა მოიხსნა. ყველა ვარიანტში ეხლა მაინც უკვე მოხსნილია. კიდე რა უნდა მეთქვა. ეს პისტოლეტია, ანუ ამის პისტოლეტს ეხლა გვერდზე ამოვანათებ. თან ვილაპარაკებ, თან მინდა რომ აი აქ ჩანდეს ეს პისტოლეტი თვითონ თავიდან როგორი გამოუშვეს. და მაგის ისტორია ეგეთია, რომ გამოუშვეს. პრობლემები ქონდა, მე ამერიკაში რაც გაიყიდა, ნახეს პრობლემები რაღაცები ბუჭდებოდა, გაიწვიეს. მე ისე უკან დააბრუნეს ეს იარაღები